დილამშვიდობისა, კიდევ ერთხელ თქვენ უყურებთ კურიერს 9 საათზე. რა გადაწყვეტილებას მიიღებს თბილისის საქალაქო სასამართლო მამუკა ხაზარაძესთან დაკავშირებით. მოსამართლემ ძლიერი საქართველოს თავმჯდომარეს აღკვეთი ღონისძიების ფორმა უნდა განუსაზღვროს. შესაბამისი მოთხოვნით სასამართლოს პროკურატურამ გუშინ მიმართა, მას შემდეგ რაც ხაზარაძეს ბრალი ოფიციალურად წაუყენეს. ლელო ძლიერი საქართველოს ლიდერს სისხლის სამართლის კოდექსის 359 მუხლის დარღვევაში ადანაშაულებენ, რაც დროებითი საგამოძიებო კომისიის მოთხოვნის შეუსრულებლობას გულისხმობს და ითვალისწინებს ჯარიმას ან 1 წლამდე პატიმრობას. იგივე მუხლით ელის პასუხისგება ბადრი ჯაფარიძესაც. ის ამ ეტაპზე პროკურატურაშია დაბარებული, თუმცა ჯაფარიძე მხოლოდ მაგისტრატ მოსამართლესთან გამოცხადებაზეა თანახმა. მამუკა ხაზარაძის მიმართ ხორციელდება პოლიტიკური დევნა, რადგან პარლამენტი არის არალეგიტიმური და შესაბამისად ეს კომისიაც არის არალეგიტიმური, რომლის მიზანი არის ისტორიის გამრუდება და რომლის მიზანი არის პოლიტიკური შურისძიების განხორციელება. მას რაიმე სახის გამოძიებასთან ან კანონის უზენაესობასთან საქმე არ აქვს. ეს არის პირველ რიგში სახელმწიფოებრიობის უპატივცემლობა და უგულოყოფა. ეს არის სახელმწიფო ინსტიტუტების შეურაცხყოფის მიყენება და არა მხოლოდ ბატონი ხაზარაძე, არამედ სხვა სახელი და გვარები სხვადასხვა დანაყოფებიდან აპირებენ და მიმართავენ იგივე ხერხს. ეს არის მათი დავალება ამ აგენტურული ქსელის, რომ სახელმწიფო არაფრად არ ჩააგდონ, სახელმწიფო ინსტიტუტი არაფრად არ ჩააგდონ და დამერწმუნონ, რომ თითოეული მათი ესეთი ქმედება შეურაცხყოფა სახელმწიფოებრიობაზე აუცილებლად დამერწმუნეთ პასუხგაუცემელი არ დარჩება. საკუთრების უფლების დარღვევისა და არაადამიანური მოპყრობის ფაქტები 2013 წლებში ამ საკითხებზე გაამახვილებს ყურადღებას დღეს დროებითი საგამოძიებო კომისიას ხდომაზე. თემის განსახილველად საკანონმდებლო ორგანოში მიწვეული არიან გორის ბაზრის ყოფილი მფლობელი ჯემალ ციკლაური და გიორგი ზერეკიძე, რომლის ოჯახმაც ყოფილი ხელისუფლების მმართველობის დროს უმძიმესი დღეები გამოიარა. კომისია აგრძელებს მუშაობას, ჩვენ რა თქმა უნდა მოვიწევთ იმ პირებს, ვინც გახდა მსხვერპლი ნაციონალური მოძრაობის დროს, იგივე კერძო საკუთრების უკანონოდ მიტაცება სახელმწიფო ხელისუფლების წარმომადგენლების მხრიდან, ასევე საპატიმროებში სასჯელახსოვრების დაწესებულებაში პატიმრების მდგომარეობა, საშინელი მდგომარეობა და ამასთან დაკავშირებითაც იქნება პირი მოწვეული. ეს არის საქართველოს გასამართლების კომისია, რომლის მთავარი მიზანიც არის ამ ქვეყანას დააბრალოს ომის დაწყება და ამის უბრალოდ ეგრეთ წოდებული სამართლებრივი დეკლარირება მოახდინოს, იმიტომ რომ ამ პარლამენტის საბოლოო ჯამში არც ერთ გადაწყვეტილებას არ ექნება იურიდიული ზალა, იმიტომ რომ ყველაფერი იქნება არალეგიტიმური. დროებით საგამოძიებო კომისიის საქმიანობის შედეგად საზოგადოებისთვის არაერთი სენსაციური დეტალი გახდა უკვე ცნობილი. მართალია ფრაგმენტულად საზოგადოება იმ დანაშაულების შესახებ, რომელიც რეჟიმის პირობებში იყო ჩადენილი, ფლობდა ინფორმაციას, მაგრამ ამის სისტემური სახით წარმოჩენა რასაკვირველია კიდევ უფრო მეტად სრულფასოვან და მძიმე სურათს გვიხატავს, რომელიც იყო დამყარებული ნაცმოძრაობის რეჟიმის პირობებში. ანტინარკოტიკული საკანონმდებლო პაკეტი დღეს დეპუტატებმა მეორე მოსმენით უნდა დაამტკიცონ. სრულების მიხედვით კანონმდებლობა მკაცრდება განსაკუთრებით ნარკორეალიზატორებისთვის, თუმცა დამატებითი შეზღუდვები ნარკომომხმარებლებსაც უწესდებათ. ნებისმიერი სახის ნარკოტიკული საშუალების, მათ შორის მარიხუანას რეალიზებისთვის 12-დან 20 წლამდე ან უვადო პატიმრობაა გათვალისწინებული. გარდა ამისა, თუ პირს დაუდასტურდება ნარკოტიკული საშუალების მოხმარება, მას სატრანსპორტო საშუალების მართვა 3 წლით აეკრძალება. არის სხვა შეზღუდვებიც. კანონის გამკაცრებას კრიტიკულად უყურებს ოპოზიცია, ისინი ცვლილებებს სპექტაკლად მოიხსენიებენ. მთავრობა როგორც ჩანს განსაკუთრებით ითამაშოს სპექტაკლი დადგას, რომ რაღაც ამკაცრებს სიტუაციას და თუ ადრე მაგალითად რაღაც ტიპის გასაღება ისჭებოდა 8-დან სამუდამო პატიმრობით, 8 წლიდან სამუდამო პატიმრობით, ეხლა დაიჭება 12-დან სამუდამო პატიმრობით, რაც უბრალოდ ნიშნავს, რომ არც არაფერი შეიცვალა ამ ნაწილში. და საბოლოო ჯამში ეს უფრო იმ ამორჩეულზეა გათვლილი, რომელიც გულუბრალოდ ჯერა რომ მთავრობა სიამდვილე შეებრძვის იმ პრობლემებს, რომელიც ამ არაკანონიერი ნარკორეალიზაციის შეიძლება ხდებოდეს. Პირდება გრძელვადიანი, კარგად გათვლილი სტრატეგია იმისათვის, რომ მაქსიმალურად შევაცილოთ ნარკომომხმარებელთა რაოდენობა და განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ამ თვალსაზრისით გამკაცრება ნარკორეალიზატორებთან მიმართებაში, იცით რომ დაზუსტება შესაბამისი დოზები და სხვა რეგულაციები მიმართულებით, თუმცა მეორე მხრივ გაგრძელდება ყველა ის პროგრამა და კიდევ დამატებითი პროგრამები შეიქმნება, რომელიც დაეხმარება ნარკოდამოკიდებულებებს დაუბრუნდეთ ცხოვრების ჯანსაღი წესს.
რა გახდა ოპოზიციაში ღია დაპირისპირების მიზეზი. თავად ხელისუფლების ოპონენტები შეუთანხმებლობას არაერთ საკითხს უკავშირებენ, მათ შორის ერთ-ერთი ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებთან დაკავშირებით პოზიციების ბუნდოვანებაა. მმართველ გუნდში კი აცხადებენ, რომ ოპოზიცია არასდროს ყოფილა ერთიანი და ეს 31 მარტის აქციამაც კიდევ უფრო ნათელი გახადა. შეგახსენებთ, სალომე ზურაბიშვილმა გუშინ საპროტესტო აქციის შემდეგ ოპოზიციის ცალკეულ წარმომადგენლებთან პირველი შეხვედრა გამართა. მიწვევის მიუხედავად მოლაპარაკებაზე მხოლოდ 6 ოპოზიციონერი მივიდა, მათ შორის პირველად არ ყოფილა ნაციონალური მოძრაობა, რომელიც ბოლო პერიოდში ზურაბიშვილის მთავარ მოწინააღმდეგედ იქცა. შეხვედრაზე არ მივიდნენ არც ზურაბ, გირჩი ჯაფარიძე და ნიკა გვარამია. იმ საკითხებზე, რომელიც არის ჩვენი საზოგადოების დაკვეთა, ერთიანობა არის ძალიან მნიშვნელოვანი, მაგრამ თუ რომელიმე კონკრეტული პოლიტიკური პარტია აი ამ დაკვეთას არ შეასრულებს, პასუხისმგებლობაც იქნება მასზე. არის გარკვეული სახის მოსაზრებები იმასთან დაკავშირებით, რომ შეიძლება რომელიმე კონკრეტულმა პარტიამ გადაწყვიტოს სხვაგვარად, თუმცა ჩვენ გონია და გვჯერა, რომ ეს იქნება გედის შეცდომა და ეს იქნება ჩვენი საზოგადოებისათვის ზურგის შექცევა. არიან ადამიანები, რომლებიც ფიქრობენ, რომ ზოგიერთ საკითხზე მათ მხრიდან პოზიციის გაჟღერება შეიძლება იყოს ცუდი ახლა. მე ვფიქრობ, ეს პოლიტიკური შეცდომაა. ვფიქრობ, არის საკითხები, სადაც არის ძალიან მნიშვნელოვანი ერთობა და ვფიქრობ, არის საკითხები, რომელშიც რა თქმა უნდა არის სხვადასხვა. ყველა საკითხის ერთიანობა არ არის საჭირო, არის საჭირო ფუნდამენტურ საკითხებზე იყოს ერთიანი, როგორც არის ართანამშრომლობა ქართულ ოცნებასთან, როგორც არის მათი არალეგიტიმაციის გზის გაგრძელება. რამდენიმე დღეა აქტიურად ვადევნებთ თვალს ოპოზიციაში მიმდინარე საუბარს გაერთიანებასთან დაკავშირებით, თუმცა ეს პროცესი არ არის ახალი, მათ არჩევნების დღიდან მოყოლებული დაიწყეს საუბარი გეგმასთან და გაერთიანებასთან დაკავშირებით, თუმცა ხედავთ, რომ მათ არ აქვთ არც ღირებულებითი ერთობა და მით უფრო ისინი ვერ იყოფენ იმ არსებულ ოპოზიციურ ფინანსებს, რომლებიც ხშირ შემთხვევაში უცხოეთიდან მოდის. შესაბამისად, ისინი ვერ დათმობენ ვერც საკუთარ გავლენებს და ვერც საკუთარ პოლიტიკურ ამბიციებს და შეუძლებელია მათ შორის ვიხილოთ რაღაც ისეთი კონსოლიდირებული ერთობა, რომელიც მათ დაეხმარება საკუთარი მიზნების მიღწევაში. მორგი მძიმე ღამე იყო უკრაინაში. ოკუპანტებმა ქალაქ ხარკოვზე დრონების გამოყენებით მასიური იერიში მიიტანეს. ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლების ინფორმაციით, ქალაქში სულ მცირე 15 აფეთქების ხმა გაისმა. დაშავდა 8 ადამიანი, მათ შორის 2 მცირეწლოვანი ბავშვია. დაზიანდა საცხოვრებელი სახლები, გაჩნდა ხანძარი. უკრაინული მედია წერს, რომ რუსებმა ხარკოვის დაბომბვა თებერვალთან შედარებით მარტში გააორმაგეს და ეს ინტენსივობა აპრილშიც გრძელდება. პარალელურად იერიში იყო რუსეთის ტერიტორიაზე 3 რეგიონში, კურსკში, როსტოვსა და ბელგოროდზე. ქვეყნის თავდაცვის სამინისტროზე დაყრდნობით რუსული მედია იუწყება, რომ მათმა საჰაერო თავდაცვის ძალებმა ღამით 93 უკრაინული უპილოტო საფრენი აპარატი ჩამოაგდეს. შეერთებულ შტატებთან მინერალური რესურსების შესახებ შეთანხმება ნატოს საკითხს არ მოიცავს და არც არასდროს მოიცავდა. ტრამპის რამდენიმე დღის წინ გაკეთებულ განცხადებას ზელენსკი ეხმიანება. გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრთან ერთობლივ ბრიფინგზე უკრაინის პრეზიდენტმა თქვა, რომ ამერიკა-უკრაინის შეთანხმების ახალ პროექტზე ორივე მხარის იურისტები მუშაობენ. შეგახსენებთ, მანამდე ტრამპმა ზელენსკი მინერალების შესახებ შეთანხმებიდან უკან დახევაში დაადანაშაულა. იყო გარკვეულწილად მუქარაც, რომ უკრაინის პრეზიდენტი შეთანხმებას ხელს არ მოაწერდა, მას დიდი პრობლემები შეექმნებოდა. სწორედ აქვე განაცხადა ტრამპმა, რომ უკრაინა სურს იყოს ნატოს წევრი, თუმცა ის ამას ვერასდროს შეძლებს. რუსები არ ყვევენ იმას, რასაც ისინი ამერიკას დაჰპირდნენ. ყოველ შემთხვევაში, რაც ამერიკამ ჩვენ გვითხრა და საჯაროდ განაცხადა. ჩვენ ვიმედოვნებთ, რომ პრეზიდენტ ტრამპს აქვს ყველა საჭირო ინსტრუმენტი რუსეთზე სანქციების ზეწოლის გასაძლიერებლად. უკრაინა სხვადასხვა დონეზე ამერიკის შეერთებულ შტატებს აწვდის ინფორმაციას რუსეთის მიერ შეთანხმების დარღვევის თაობაზე. გსურს, რომ გადაიდგას ძლიერი ნაბიჯები, ასევე გაიმართება იმ ქვეყნებთან პირველი შეხვედრა, რომლებიც მზად არიან უკრაინის ტერიტორიაზე პოტენციური მშვიდობო კონტინგენტის განსათავსებლად. ჩვენ მოვისმენთ გარკვეულ განმარტებებს და დეტალებს. მნიშვნელოვანია, რომ ამ შეხვედრის საფუძველი იქნება უკრაინული მხარის მიერ მომზადებული წინადადებები. უნდა ითქვას ისიც, რომ უკრაინასა და ამერიკის შეერთებულ შტატებს შორის მინერალების შესახებ ახალი შეთანხმების პროექტში არ არის არანაირი მითითება ნატოს შესახებ, თუმცა ეს შეთანხმება არ უნდა ეწინააღმდეგებოდეს უკრაინის ევროკავშირში მომავალ გაწევრიანებას. დაკვლავ საქართველო ახალი საგზაო ინფრასტრუქტურის მოწყობა და შიდა ეზოების რეაბილიტაცია გრძელდება რუსთავში. გიორგი ჭყონდიდელის უბანში შიდა ეზოებისა და შიდა საუბნო სივრცეების რეაბილიტაცია ხდება. ჯავახიშვილის, გიორგაძისა და გრანელის ქუჩებზე არსებულ ეზოებში იგება ასფალტ-ბეტონის ახალი საფარი, მოეწყობა სანიაღვრე ქსელი. გათვალისწინებულია ტროტუარებისა და ბორდიურების განახლებაც. პროექტის ფარგლებში დამატებით 11 საცხოვრებელი კორპუსის შიდა საუბნო გზების სრული განახლება იგეგმება.
იმყოფებით ჭყონდიდელის უბანში, სადაც 11 ეზოს სარეაბილიტაციო სამუშაოები მიდის. პროექტი გულისხმობს როგორც მიწისქვეშა კომუნიკაციების გამოცვლას, ასევე მოასფალტებას საფეხმავლო ნაწილს. ამ პროექტის დასრულების შემდეგ ეს უბანი კიდევ უფრო კომფორტული გახდება თითოეული რუსთაველისთვის. საქონლის ტრანზიტული გადაადგილებისა და ახალ მოდულში რეგისტრაციის შესახებ საერთაშორისო ვაჭრობაში ჩართული პირებისთვის სწავლება გაიმართა. კურსი ფინანსთა სამინისტროს აკადემიისა და შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტის მხარდაჭერით ჩატარდა. პროექტის ფარგლებში მსმენელებმა შემოსავლების სამსახურის ვებგვერდზე არსებულ ერთიან სისტემაში დაშვების პირობები შეისწავლეს, მათ შორის ტრანზიტის დეკლარაციის შევსება და შესაბამისი განაცხადების წარდგენა. ასეთი იყო კურიერი 9 საათზე, მე 10-მდე უნდა დაგემშვიდობოთ თრავით.